ახლა ვიმყოფებით ლაგოდეხის ნაკრძალში. ეს ის ადგილია, საიდანაც ლაგოდეხის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება. ეგრეთ წოდებული წყალსაცავი. ლაგოდეხის მოსახლეობა სვავს აი ამ ბადით გაფილტრულ წყალს, რომელიც მხოლოდ ფოთლებისგან და დიდი ტყეში დაგროვილი ნარჩენებისგან იცავს. ლაგოდეხის ნაკრძალის წყალსაცავიდან დაბრუნებულებს სურვილი გაგვიჩნდა გვენახა ონკანებში როგორი წყალი მოდის. Satratsvovīgāmogad. Kas slavs am skals? Rotsa softa modis kislavta. Tu goriyo iseti modis ara. Goriyo dzirdzat წვიმების დროს მოდის? Თქვენ სვავთ ონკანის წყალს? აბა საწავა ჩვილობა სადრას მოვიდან სხვა. ეხა ჩვენ მაგაიდან ხოლმე ჭაფიან ხოლმე სულმაში კარაჯიში და იშვიათად შეიძლება საიდანაც ჭის წყალი მოიტანოს ვიღაც ოჯახის წევრმა, ვიღაცამ და მოგაწოდოს. აბა მაგასაც მაგასაც. ხო, დაწყებულია რეალურად. დაწყებული კი არა, ლაგოდეხის ეს სადრენაჟი სისტემა თითქმის დამთავრებული არის უკვე რა. აგერ ახალი შენობას ნახავთ დღეს რახან იქ იყავით. საფლურატორო შენობა არის იქ სხვათა შორის. მან ეხლა თავის რაღაც აპარატურა უნდა დაიდგას, მე მიერთება მოხდება ამაზე, სადაც დაქლორო მოხდება წყლის რა. იგივე პროცესი არის, იქ რეზერვუარი თითქმის დასრულებული არის, მთლიანად სალეკარი გაკეთებული, საფილტრის შენობა უნდა დაიწყონ ეხლა რა.